Სანქცირებული საწვავის შემოტანის კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა ბათუმის პორტში რუსული საწვავი დატვირთული ტანკერი დგას. ფორმულას ინფორმაციით საწვავი გემში მას შემდეგ ჩაიტვირთა, რაც 22 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლუკოილისა და როსნეფტის სანქცირების გადაწყვეტილება გამოაცხადა. დაარღვია თუ არა სანქცირების რეჟიმი საქართველომ. შემოსავლების სამსახურიდან პასუხს ამ დრომდე ველოდებით. თამარ დემეტრაშვილი თემის დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. თამარ გისმენთ. გემის სახელწოდებით ჰისტრია დიონე, რომელიც ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავს, ამ დროისთვისაც ბათუმის პორტის ნავმისადგომთან დგას. ფორმულას ინფორმაციით გემიდან რუსული ნავთობის გადმოტვირთვა მიმდინარეობს, რომელიც უკვე სანქცირებულ ლუკოილს ეკუთვნის. ეს გემი ჩვენ ინფორმაციით ბულგარეთში ბურგასის პორტში ლუკოილისა და როსნეფტის დასანქცირებიდან 5 დღეში ჩაიტვირთა. საწვავი ბულგარეთის ლუკოილის ქარხანაშია წარმოებული. ჩვენი გადამღები ჯგუფი საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, თუმცა ოფიციალური პასუხი, რატომ პორტში სანქცირებული საწვავი ვერ მივიღეთ. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ეს ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია და ეს გზავნილი შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და დონალდ ტრამპის მიმართ, რომელმაც 22 ნოემბერს ლუკოილისა და როსნეფტის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენთან არის პორტში შემოსული და ამ წუთში იკითხება სანქცირებული საწვავია ეს. საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ჩემთან არაფერი არ ვიცი, არ ვიცი. ანუ სააგენტოს არ ეხება, როცა გემი შემოდის პორტში და იტვირთება? კარგად, არ ვიცი. არის ვინმე უფრო კომპეტენტური პირი, ვისთან გასაუბრებასაც შევძლებთ? ახლა არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ გაცნობ. პასუხს არანაირი ინფორმაცია ჩვენ არ აქვს. არა, გაქვთ ამ წუთში რა ინფორმაცია, რა საწვავი იტვირთება? ვერანაირ პასუხს ვერ გაქვთ, მე არაფერი ინფორმაცია. სანქცირებული საწვავია ეს? ვერ გეტყვით ვერაფერს. ამ წუთებში გაჩვენებთ ნავს გემს, რომელიც იტვირთება და არა გაქვთ ინფორმაცია რა საწვავია, რა ტვირთია? მიმართეთ პრესს. ცივილიზებული სამყარო, როდესაც ცდილობს რუსული საწვავის და ენერგორესურსების შემოსავლების დაბლოკვას, ივანიშვილი არის რუსული სანქცირებული პროდუქციის გატარებაში, რეალიზებაში, საქართველოს შავხრელად გამოყენებაში მთავარი აქტორი. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი, როგორ არღვევს ივანიშვილის რეჟიმი საერთაშორისო სანქციებს, პირდაპირ უპირისპირდება ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია და პუტინის რეჟიმი ფინანსურად არ გამოიფიტოს. ჩვენ მივმართეთ შემოსავლების სამსახურს, დავინტერესდით არის თუ არა ეს სანქცირების რეჟიმის დარღვევა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებში კი ამ დრომდე მუშაობს ქართული ბანკების ტერმინალები. სავარაუდოდ ეს გარდამავალ პერიოდს უკავშირდება, კერძოდ რუსეთის გარეთ საცალო სერვის სადგურებში ტრანზაქციები 21 ნოემბრამდეა დაშვებული.